აბა ვნახოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლაც მონოსპექტაკლი იქნება, ეხლა ლაშა გურულის მიერ შემოთავაზებული და სხვათა შორის ახლა რადგანაც სიტყვაში თავაზებამ გაიჟღერა, ლაშას თავაზობდნენ საკმაოდ დიდ არენას დებიუტისთვის სხვადასხვა ქალაქებში ქვეყნის გარეთ, მაგრამ ლაშამ გადაწყვიტა, რომ ეს უნდა შემდგარიყო მის მშობლიურ რუსთავში, საიდანაც დაიწყო და ეს ჟესტით ჩემთვის ძალიან სიმბოლური და მადლობა მინდა გადაუხადო. მე წავიგე ამის შესახებ და გიერთები, კი ბატონო, მესიამოვნა და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო მეტ პოზიტივს მოუტანს ეს რუსთავს, ვიდრე ვთქვათ, მთლიანად კრივისთვის ვიძახი, ვიდრე ვთქვათ იმ ქალაქებს მოუტანდა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც სხვა მენტალობის ხალხი ვართ და ნამდვილად ძალიან მოუხდა. ნახოთ, ეს ნახოთ, როგორი მონახაზი აქვთ, როგორ დაიწყებენ ბრძოლას, რა გათვლები აქვთ, ლაშა 6 რაუნდი იქნება, ეს კი ვიცი ზუსტად, მაგრამ მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება 100 დაჭირდეს ამდენი. მეც გამოყვებით ამ მგონი რულეტში და მით უმეტეს, რომ აი ამ წონებში იშვიათია, ვთქვათ. შედარებით იშვიათია, რა თქმა უნდა, ვადაზე ადრე დასრულებული ოთაბრძოლები, მაგრამ რატომღაც მე ესეთი წინად გრძნობა მაქვს. ლაშა სტანდარტულად 7 რეჟიმში იწყებს მოთელვას, დაზვერვას, წინახელით მუშაობას და აი ერთი დარტყმა, რომელიც უკვე მიითვალა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ლაშას აქვს საოცარი სენსორული მგრძნობელობა დისტანციის და ფეხებზე მისი მოძრაობა ფაქტობრივად ცეკვის ელემენტების მატარებელიც ისე მსუბუქად და გემოვნებიანად გადაადგილდება ხოლმე. აი კიდევ ერთი დარტყმა. ჩემი აზრი გითხრა, აი უფრო აი აფრო-ამერიკელის მოძრაობები აქვს ვიდრე ქართველის. შეიძლება უხეშად ვიძახი, თუმცა აი ჩემ ხედვას ვამბობ. გეთანხმებით, ფაქტობრივად ცეკვას. აი რა კარგი დარტყმა უკანა ხელით. თვით დაჯერებულია, იცის მისი შესაძლებლობის შესახებ და ყველაზე მთავარი არის რა, ხშირად მოკრივე ბრძოლა რინგზე ასვლამდე უნდა მოიგოს და ეს უნდა მოახდინოს საკუთარ თავში, საკუთარ თავთან და ლაშა ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. იგივე ლაშა ქვია, ბექაურს აქვს ზუსტად ესეთი მენტალობა, არა მარტო მას, რომ აი რო გადის უკვე მოგებულია თითქოს. აი ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაყურებელი ესე ვართ განწყობილი. სხვანაირად არც იქნებოდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 24 წლის ასაკში გახდა მოიხსენებათ ბექაური. ნამდვილად ლაშასაც აქვს ეს ძალიან კარგი უნარი, ის ხშირად ახდენს ვიზუალიზაციას საკუთარი მომავალი მატჩების. აი ხშირად გვისაუბრება და უთქვამს, რომ მე ვხედავ იმ მომენტს, როდესაც მე ხელს მიწევენ. მე ვხედავ როგორ დგავარ კვარცხლბეკზე და როგორ მომაქვს ოლიმპიური მედალი. მან იცოდა, როცა მიემგზავრებოდა ოლიმპიადაზე, რომ ის აუცილებლად მედლით დაბრუნდებოდა. ძალიან კარგი. კარგი თვისებებია, მოკლედ. აი განელი მეტოქე იჭერდა ახლა საჯმა თხოვა რომ დაშორიშორებულიყვნენ და ხელთავიდან ცენტრიდან გაიგრძელებინათ უკვე განიახლებინათ ბრძოლა. წინახელით კარგად მუშაობს ლაშა, ეს მისი უპირატესობაა, კარგად ხედავს, შეუძლია მთლიანად წაიკით, აი უკანა ხელით რა კარგი დარტყმა იყო. წინახელით შემოიტყუა ნაბიჯი უკან და უკანა ხელით კონტრშეტევა. ძალიან კარგი დაცვა აქვს ასევე ლაშას. ძალიან. და საოცარი წელი აქვს, აი იმდენად ელასტიურია. იზრიქება, აი ყველა მხარეს, მოკლედ. აი კიდევ ერთი დარტყმა ლაშას აქტივზე. რა თქმა უნდა, ლაშა ყოველი შემდგომი რაუნდის შემდგომ წნეხს და ზეწოლას გაზრდის, მოუმატებს დარტყმების რაოდენობასაც. რატომღაც განელი არ ვიცი, რატო თulis რო აუდიტორიას ასე. სათვალოს არ არის პრობლემა, ესეც ერთგვარად უხდება კიდევ უფრო ამძაფრებს ამით აი ამ შოუს. პირველ რაუნდთან დაკავშირებით ჩემი აზრით ლაშას უპირატესობა იყო აქცენტირებული დარტყმების ნაწილში, უფრო მეტი კომბინაციური მუშაობა შემოგვთავაზა, დახვეწილი კრივი. ჩემ როგორ არის იცით, რომ ხშირად გვერდითი მსაჯები ასევე ყურადღებას აქცევენ მოკრივის ტექნიკურ რესურსს, მის მოძრაობას, მის დგომს, მის რამდენად სტაბილურია, რამდენად გაწონასწორებულია ეს ყველა კომპონენტი საბოლოო ჯამში შეფასების ნაწილში მონაწილეობს. კი. მარტო თავდასხმა არ არის და დარტყმები და რაოდენობა, იგივე დაცვა და უამრავი კომპონენტი
მომენტია. ნახოთ მეორე რაუნდის დასაწყისი, ალბათ ისევ ლაშა მარცხენა ხელით ეცდება მოსინჯვას, კომბინაციის მომზადებას, ყურეთ რა კარგად უდგება, ცდილობს ასე ვთქვათ, ერთგვარი ხრიკია, რომ აჩვენოს თითქოს გახსნილია, მიცეს ითამამე მეტოქეს რომ გადმოვიდა შეტევაზე და აქ უკვე დაახვედროს თავისი ჩაფიქრებული მომზადებული კომბინაცია. ძალიან კარგად გზნობს დისტანციას, ძალიან თავისუფლად მოძრაობს, როგორც ხედავთ, ფიზიკურ ფორმაში ძალიან კარგად იმყოფება. თითქოს ორმხრივი დარტყმების გაცვლით ხდება, მაგრამ ლაშას სახესთან ეს დარტყმები არ მიდიან. ეს ძალიან კარგად გამოსდის. აი უკანა ხელით ძალიან კარგი დარტყმა დაუბრუნა, რამაც მიზანს მიაღწია და საჯებს არ გამორჩებათ ლაშას კულათა ნუსხაში ამ დარტყმის შეტანა. ნახოთ, ჯერ კიდევ ფრთხილობენ, ბოლომდე არ იხსნებიან, იმიტომ რომ ბრძოლა არის წინ, კიდევ 4 რაუნდია დარჩენილი, მაგრამ აი ლაშას წინა ხელი, ფეხზე მოძრაობა, დისტანციის საოცარი შეგრძნება და ყველაფერთან ერთად კარგი ანალიტიკოსია ლაშა და კარგი სტრატეგია. შეუძლია დაგეგმოს თავის თავში ძალების გადანაწილება, რა პროპორციებით უნდა შემოიტანოს რაუნდებში, რომელი ტაქტიკა უნდა არჩიოს, გასვლა, წინა ნომერზე მუშაობა. ძალიან კარგად გამოდის და როგორც წეგან თქვით, ამაში ლაშას ეხმარება ის, რომ ის ყოველთვის ცდილობს ინტელექტუალურად გაიზარდოს, ბევრს კითხულობს, თავის თავზე მუშაობს, აი უკანა დარტყმა. ძალიან კარგი უკანა დარტყმა. ძალიან ისე ჰაეროვნად რო იტყვიან ფეხები, ძალიან ისეთი აქვს. მობიარე აი რა კარგად მოახერხა მეტოქის დარტყმების მოგერიება, აცდენა, აი აქაც კი. ძალიან დახვეწილი, საინტერესო, სანახაობრივი მოკრივია, ძალიან რთულია ლაშას წინ დგომა, მიუხედავად იმისა, აი აქ დარტყმა კიდე მოარტყა, აი მოხდა. არაუშავს ეს მეტოქესაც ძლიერი დარტყმა აქვს, არ არის საკია. კი ბატონო, თუმცა ლაშას აქვს ძალიან მკიცე ხასიათი, მისი მისი გამორჩეულობა იმაშიც გამოიკვეთება, რომ ის არ აყვება ამ დარტყმას. ბევრი მისადგილა შეიძლება ემოციურად გამოსულიყო მწყობრიდან და რაღაც ესეთი აჩქარებული გადაწყვეტილებები მიიღო. ლაშა მწყობრად გააგრძელებს შეტევას და აუცილებლად აი აქ კარგი დარტყმების გაცვლა მოხდა. ძალიან როგორც ველოდი სანახაობრივი ბრძოლა წარიმართა. არა, ფაქტია რომ ძლიერი დარტყმა აქვს მეტოქეს, აი რასაც გაუსვით ხაზი, რომ 5-დან 4 აქვს ვადაზე ადრე დამთავრებული, ეს ჩვენც ვიგრძენით, თუმცა სხვა დანარჩენ კომპონენტში აბსოლუტურად უკეთესი იყო ლაშა. არ ვიქნები სუბიექტური თუ ვიტყვი რომ საოსტატო ნაწილში, ანუ შესრულების ნაწილში, მოძრაობაში, დარტყმების აქცენტირებაში, სწორეში, სისწრაფეში, ბევრ დეტალში ლაშა უფრო ისე კარგად გამოიყურება. რა თქმა უნდა, მეტოქეთ საკმაოდ კი ბატონო. კარგი უნარების არის, ნახოთ. ზუსტად მაგაზზე ვარ, თუმცა აი მეტოქის სიძლიერე, დარტყმის სიძლიერე ვიგრძენით. კი, ვიგრძენით და რაც თავიდანვე ვთქვით, რომ ამ თურმე სტატისტიკასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, სტატისტიკას თავისი თარგმანი აქვს და ფაქტობრივად ეს გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ლაშა მიიღებს დარიგებებს და უფრო მოფრთხილებით იქნება მეტოქის შეტევებთან. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ლაშა გონივრულად გაფრაზდება, რაციონალურად და მე მაგალითად ვიგრძენ ის, რომ რაც უყვარს ლაშას. გასაგებია, რომ პუბლიკაზე თამაში ძალიან კარგია, მაგრამ აქ ეხლა უფრო მეტი, ვთქვათ, ჩართულობა ბრძოლაში, ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვაპატიებთ. კი, ახლა ლაშაც ეცდება, რომ სანახაობრივი ელემენტებზე უფრო მეტად გადავიდეს საქმეზე და საქმე არის კი ბატონო. ის დარტყმები, რომელიც გვჭირდება. ჩვენ მოვინელებთ ამას, არ არის პრობლემა, სანახაობრიობა ისედაც არის, საკმაოდ ლაშას და არ გვინდა თქვათ რაღაცა ლამაზი კიდე უფრო მოძრაობების გალამაზება, შედეგი უფრო გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. თავისთავად და სხვათა შორის საკმაოდ კარგი რიტმი აქვს ამ
რაუნდს ორივე მოკრივე აქტიურად ცდილობს დარტყმების გაცვლას. საკმაოდ დაძაბულია, რაც აი კიდევ ერთი წინახელი, რომელიც მიზანს აღწევს, ეს კარგად გამოდის ლაშას წინახელით მუშაობა, მოკრივეც რა თქმა უნდა გამოცდილია და ისიც ცდილობს თავის მხრივ თავისი სტილი მოახოს, აი კიდევ ერთი დარტყმა წინახელით, კარგი იყო. თან საკმაოდ ათლეტურია. მეტოქე უნდა ითქვას. კარგად ნავარჯიშებია, ასე ვთქვათ. ნამდვილად და წინა მორბედის მსგავსად იგივე ამბავს შეგვიძლია მიუბრუნდეთ, რომ მათ გენეტიკურ ხასიათში, მათ ცხოვრების სტილში ეს ფიზიკური სიძლიერე, ამტანიანობა და ხასიათი და პლუს კაი ნავარჯიშებია თან როგორც ეთყობა, აი საკმაოდ დაკუნთული სხეული აქვს, ზურგი აქვს ძლიერი, რაც როცა ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. რაც ფაქტობრივად მე სტატისტიკაშიც არის გამოხატული მისი ძლიერი ზურგი, დარტყმის თველი სიმძიმე მოდის ფეხიდან დაწყებული და ზურგის კუნთები დიდ როლს ასრულებს. აი აქ ახლა რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური ორთაბრძოლაც არის გარდა ფიზიკურისა ლაშასა და აბეის შორის. ლაშა რა თქმა უნდა ცივი გონებით ეცდება უკვე იმ წინა დარტყმის გადაფარვას, ამ რაუნდის ამოქაჩვას და ამ რაუნდში მაქსიმალური ქულების დაგროვებას, რასაც ჯერჯერობით ძალიან კარგად აკეთებს, წინახელით კარგად მუშაობს. აი კიდევ ერთი კარგი დარტყმა. კარგი კონჩეტევა იყო, მშვენიერი. წყბია ახლა. ლაშა ძალიან კარგად გამოდის უკანა ნაბიჯიდან შეტევაში ისევ ჩართვა. აი წინახელი ფაქტობრივად ყველა, აი კიდევ ერთი წინახელი ის შეიძლება კარგიც იყო, რომ ის დისტანცია ეჭიროს, რომ ანუ არ მოუშვას ახლო. გაცვლებიც ალბათ არ ეგების, აი ესეთ იმასთან გაცვლებში შესვლა, ამათუ ძლიერი დარტყმა აქვს, აქედან გამომდინარე შეიძლება საჩვენოდ გამოვიყენოთ ეს ამბავი. კლასიკურად ლაშას სტილი, როგორც ასეთი და მისი სტილი, ასე რომ ვთქვათ, არის უფრო დისტანციაზე გათვლილი, მეორე ნომრად მუშაობა, დალოდება, კონტრშეტევებზე აგება, მთლიანი კომბინაციების. თუმცა აქ გამოსდით კარგად წინახელით, ძალიან კარგ ჩხვლეტებს აკეთებს, ქულებს კარგად აგროვებს და ფაქტობრივად ეს არის წინა სამზადისი შემდგომ რაუნდებში უკვე უკანა ხელზე გადასასვლელად. ეს რაუნდი აშკარად ჩვენია. უპირობოდ ყველა ასპექტის გათვალისწინებით ეს რაუნდი ლაშამ ჩაითვალა საკუთარ აქტივში. მოდი ახლა აი ამ სამი რაუნდის შეჯამების კუთხით რომ ვთქვათ, პირველი რაუნდი იყო ლაშასი, მეორე რაუნდი დაუთმოთ აბეის ჩვენს განელ მოკრივეს, მესამე რაუნდი ისევ ლაშასი. 2-1 აი ამ საერთო ჯამით ლაშა ლიდერობს ამ ბრძოლაში. ხო. ნახევარი მოკლედ გავიდა და მეორე ნახევარში კიდევ უფრო მეტი რაუნდის ამოღება გმართებს. კარგია რომ წეგან აი ქვედა სართულზეც დაიწყო მუშაობა ლაშამ უფრო კონკრეტულად, რაც კიდევ უფრო დააბნევს მეტოქეს. კი, ლაშა იცდება, ასე რომ ვთქვათ, სხეულის ტანის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმების გადანაწილებით გამოიყვანოს ხობიდან აბეი, მისი დაცვა გაარღვიოს და უკვე მისთვის სასურველი კომბინაციები შეთავაზოს წინააღმდეგეს. აი კიდე წინახელი, ნახეთ რა კარგად მუშაობს წინახელი, ფაქტობრივად რაღაც აი მექანიკური, ინსტინქტური ამბავი იმდენად კარგად დააქეს გამჯდარი ლაშა წინახელით მუშაობა, რომ ამ ყველაფერს აკეთებს ძალიან მარტივად, თან ძალიან კარგად გამოდის. ისევ დისტანციაზე, ხო, რაზეც უნდა გააკეთოს აქცენტი, დაელოდოს მეტოქეს, უკანა ხელით უკვე კომბინაციების შეთავაზება. განელით ცდილობს, ბრავო, ის რაზეც ჩვენ საუბრობთ. ის რაზეც ჩვენ საუბრობთ. თელიეს მონაკვეთი
დარტყმა იყო და აქცენტირებული საკმაოდ. ამისთვის ემზადებოდა ლაშა. აი ზუსტად ეს საჭირო იყო თან რომ რაღაცა აი თქვა ის არ დაგვრჩენოდა. თუმცა რა თქმა უნდა არ უნდა გაერთოს და არ ახასიათებს. უყურეთ რასაკეთებს აბეი ფაქტობრივად ცდილობს გადარჩენას ამ რაუნდში, იმიტომ რომ ცოტა გონს რეაბილიტაციისთვის ლაშა არ დაუტოვებს საერთოდ დროს უყურეთ ლაშას გზნობს ამას. კი რა თქმა უნდა გზნობს. ისევ ესე იგი, ახლა ცოცხალი თავი არის ხო, რომ გაღავს დრო, ახლა ამაზე შეიძლება. ხო, ამაზე შენიშნავს გაფრთხილებაც კი. აი მე მგონი აძლევს გაფრთხილებას. კი ბატონო. და საჯარი მოქულა დაეწერება. ყველაფერთან ერთად ძალიან არასპორტული საქციელია, როდესაც ლიუს, გასაგებია რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ ახლა აი ლაშა ეხა იცდება წნეხის გაძლიერებას, დარტყმების გაძლიერებას, არ მიცემს საშუალებას რომ რეაბილიტაცია მოახდინოს. ჩახუტების საშუალებას არ აძლევს ახლა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამეთანი ჩახუტება გამოუვიდა და გაუძერდა ახლა. ლაშამ გამოაჩინა ბრჭყალები, ასე ვთქვათ, გააბრაზა არასაჭირო დროს განელმა და ასე რომ მოუწევს ახლა მთელი ამ დროის განმავლობაში ლაშას შეტევების გაძლება და ატანა. ხო, თან ერთსული აქვს რომ გონგმა მოუსწროს. აი კიდევ ლაშა წინახელი წარმატებით აღწევს მიზანს. თუ დააკვირდით მთლიანი რაუნდის განმავლობაში ლაშა მარცხენა ხელით ამზადებდა აი ამ საბოლოო აკორდს. ბოლო წერტილს ვიტიც ძალიან უნდოდა ეს, იმიტომ რომ მაინც ახლა საკუთარ კედლებში რომ მცირე ნოკდაუნს მაინც აკიდებს მეტოქე, მე გინდა რა თქმა უნდა რომ შენც იგივე კი არა, აი მოცელილი ვიდააგდო ახლა ბეი ლაშა ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ის ამბავიც რომ ლაშამ საკუთარ თავში დროულად მოახდინა ფსიქოემოციური გადაწყობა, გადალაგება, არათუ ბრაზის ემოციის ქვეშ დარჩა პირიქით ცივი გონებით მართა საკუთარი ემოცია, საკუთარი თავი, დაგეგმა კომბინაცია, მოამზადა მონახაზი და შედეგით აი საერთოდ პროფესიონალი. მე რომელიც საჭირო იყო და შენივრად მოსვა კიდევაც რინგზე. ნამდვილად ძალიან ეფექტიანი, ეფექტურიც და სანახაობრივი დარტყმა გამოვიდა. მოკლედ ლაშა ხშირად მიფიქრია ხოლმე რომ ბრძოლიდან ბრძოლაზე რა შეიძლება ისეთი შემოგთავაზოს რომ გამიკვირდეს ან აუდიტორიას გაუკვირდეს, მაგრამ ლაშა ყოველ ბრძოლაში იზრდება როგორც ტექნიკურად, როგორც ფიზიკურად, იზრდება ასევე ფსიქოემოციურად და ინტელექტუალური თვალსაზრისით და მე ვფიქრობ რომ სოფლიო კრივის ელიტას ძალიან კარგი შენაძენი ჰყავს სანახაობრივი თვალსაზრისით ლაშას სახით. ნახოთ მეხუთე რაუნდის განვითარებები. რა თქმა უნდა, ახლა ლაშა ისევ დაუბრუნდება სანახაობრივ ნაწილსაც, ეცდება თავისი გურული შოუს გაგრძელებას, რაც მას ძალიან კარგად გამოსდის. ნახოთ რა შემოგთავაზებს აბეი ამ რაუნდში. როგორც ჩანს გონგი გამოიყენა, მოახერხა გონზე მოსვლა, თუმცა აი უკანა ხელი ლაშამ კარგად დაახვედრა. ლაშა არის ძალიან არაპროგნოზირებადი მოკრივე რა კუთხით, ანუ შეუძლებელია მისი ამოცნობა, წაკითხვა, არ არის ერთფეროვანი, არ არის ერთჯერად, იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ რთულია გაიგო, როდის რას აპირებს. ვერც აიკითხავ მოკლედ მის ვერცერთ ნაბიჯს აი უყურეთ რა კარგი უკანა ხელის დაბრუნება, კონტრშეტევები ლაშა ძალიან კარგად პასუხობს და არ გამოურიცხავ კიდევ ერთი დათვლა ვიხილოთ ჩვენ. ხო, მე მგონი მოხდა და იმიტომ დაიწყო ჩახუტება. ეხლა და ვერ მოაწიწკნეს მოკლედ ეს. მსაჯიც როგორ გაამბრაზა. ხო, არ შეიძლება სანახაობის გაფუჭება რინგზე რო ადიხარ ბრძოლისთვის, მით უმეტეს როდესაც მოხდა ეხლა კარგად და ისევ დაიწყო ეს შეკვრა, რათა დრო გაიყვანოს, რომ ცოტა სიტუაციაში დაულაგდეს მოკლედ ის. აი უკანა ხელი ისევ მოდის ესე იგი შესაკრავად არ შეიძლება ეხა უნდა გააფრთხილოს საჯმა ჩემი აზრით სხვა ვერაფერი ვერ უშველის დიახ იქ კუთხეშიც იყო პატარა ხარვეზი დასველებულია ლურჯი კუთხე და ერთ მომენტში შეიძლება ფეხიც აუწვდა თუმცა მთლიანობაში ძალიან იჭერს და იჭერს კი პირდაპირ გადადის ნუ ჭიდაობს ფაქტიურად ჩავლებას იღებს ისე შედის ტანშიც და ფეხშიც მოკლედ ნახოთ ლაშა ძალიან ისეთ
კარგ ხასიათზე ჩანს, კარგად გამოუვიდა წინა რაუნდი, რა თქმა უნდა, ეცდება იგივეს გამეორებას, წინა ხელით იდეალურად მუშაობს, ხო, აი აქ ფეხი აუსვიალდა, დიახ. ბოლოს წინა რაუნდია, შეგახსენებთ. და მთლიანობაში რაუნდების ქულათა შეფასებით, შეჯამებით, ლაშა აშკარა დომინანტია, მისი კარნახით მიმდინარეობს ეს ბრძოლა. კუდის მოძრა მეტოქეს. მოკლედ ეს რაუნდიც დამთავრდა. ჩვენი წარმატებით მე ვფიქრობ. დიახ, ნამდვილად. ასეთი დარტყმა გაგვიტარებია და იქეთ რამოდენიმე სერიოზული დარტყმა მიაყენა თან. 1-2 ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით. რაოდენობაც, სიზუსტეც, ხარისხიც მთლიანად ლაშასკენ არის. გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, სუნთქვის თვალსაზრისითაც კარგად სუნთქავს, კარგად მოძრაობს და მთლიანობაში გვთავაზობს იმას, რა მოლოდინებიც ჰქონდა ყველა მის შემადგენლს. სასიამოვნოა ის, რომ აი მის რეაბილიტაციაც მოახერხა და თავის მაყურებლის თვალში თორე ეს არც იყო საჭირო პრინციპში, თავარია ბრძოლა წამოვიღოთ, მაგრამ ისიც კარგია, რომ აი რაც შენც ახსენე ამიდან, რომ არ აყვა თქვა ემოციებს და არ წავიდა პირდაპირ მაგას. დაიჭირა მომენტი და მხოლოდ იმ დროს დააგდო და არც ვთხოვთ, ეხა გვირჩევნია აი ესე წაიყვანოს შეხვედრა, ვიდრე ვთქვათ, შევიდეს გაცვლებში და იქ შეიძლება თვითონაც გაატაროს. თავისთავად დაიწყო ბოლო რაუნდი, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს ბედს მთლიანი მატჩისა, ორთაბრძოლისა. აი წინა ხელით ლაშა ისევ აქტიურობს, პირველივე დარტყმა მიზანს მიაღწია, აი მეორე დარტყმაც შეიძლება უკვე მივათვალოთ ლაშას ქულათა აქტივში. ნახოთ აბეის რა გეგმები აქვს, იცის რომ ბოლო რაუნდია. ისევ ჭიდაობს აბეი, ისევ ძალიან უჭერს ახლა ხელს მოკიდებს, მე გაშვება აღარ უნდა მოკლედ. ჩემი შეფასებით და დაკვირვებით ახმავს, რომ აბეი უფრო ფიზიკური ძალის ხარჯზე ცდილობს, ვიდრე ტექნიკური რესურსით ლაშასთან ბრძოლის წარმართვას. ტექნიკაში ვერც აჯობებ ლაშას ეს ერთი, მაგრამ თან პლუს კი ბატონო და ძალიან ძლიერი კარგი იყო წინა ხელით. ძალიან კარგი იყო. აი ისე ვიჭერს, იჭერს ეს. არ შეიძლება ახლა რამდენჯერ უნდა ერთ და იგივე, ჭიდაობა ხო არ არის არა? აი კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო. არა, ახლა რატო ეცინება, ახლა წელში შედის ბოლომდე და არ უშვებს ცოცხალი თავით და ახლა სხვა გაფრთხილება რაზეა? ლაშა ტრადიციულად ახლა ბოლო წუთებში აი კიდევ კარგი დარტყმა უყურეთ ძალიან ჩვენ არ უნდა გავატაროთ ერთი აი ესეც არის აქ მეორე ამბავიცა რა გვიჯობს ახლა ეს ბრძოლა მოგებული აქვს ლაშას უპირობოდ ესე იმას ვთქვათ იმიტომ რომ სუსტი მეტოქე ნამდვილად არ არის საკმაოდ ძლიერი მეტოქეა ისეთ კარგი დარტყმით კიდევ ერთი წინა ხელით საკმაოდ ჯანიანი თან მთლიანობაში შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ სანახაობრივად ძალიან კარგი ბრძოლა გამოვიდა. ვიხილეთ ორი, ასე რომ ვთქვათ, დათვლა, ორი სუფთა დარტყმა, ვიხილეთ ძალიან ბევრი კარგი კომბინაცია, უმეტესად ლაშას მხრიდან შესრულებული. აი კიდევ ერთხელ წინა ხელით ფაქტობრივად არ მინდა ძალიან ისე გადაჭარბებულად გამომივიდეს, მაგრამ ცალი ხელით ემუშავება აი მთელი ეს რაუნდი, ერთი ხელით იმდენი ქულა დაუგროვა ცალი ხელით უგებს, ასე ვთქვათ. აი კიდევ ერთი დარტყმა, რომელიც მიზანს აღწევს და საკმაოდ ეფექტიანად გამოვიდა. ქულებით აშკარად ჩაგრავს, კიდევ პლუს თუ ჩავთვლით იმას, რომ გაფრთხილება აქვს და ქულები მოეხსნა. დიახ, ჯამში აი ეს კარგი იყო. კარგი დარტყმა იყო, ნამდვილად. ვფიქრობ, ალბათ უკვე ლაშაც გადმოიწყობა ხო, მაინც პუბლიკის მოჭხუბარი უნდა დიახ, შოუს ელემენტები აუდიტორიას სიამოვნება მიანიჭოს. კი ბატონო, გასაგებია, ორმაგად უნდა აქ. თან რა არის, იცით, ლაშაც ინიჭებს თვითონ სიამოვნებას. აი რა კარგი დარტყმები იყო. რა კარგი დარტყმა. ძალიან კარგი, კი, და მოძრაობების რა კარგი და ლაღი და ისეთი ესთეტიური. აჰა, დასრულდა ბრძოლა. არ ვიცი, ჩვენი განელი მეტოქე სხვა მატჩში ღებულობდა მონაწილეობაში თუ რატომ აქვს აღქმა რომ მისი უპირატესობით წარიმართა და მის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ვერდიქტის გამოტანა. მე ეჭვი არ მიპარება, რომ ყველა ჩვენს მიერ უკვე ჩამოთვლილი კომპონენტის თვალსაზრისით ის, რომ ლაშა გაცილებით
მაღალ საოსტატო შესრულებით იყო მეტი აქცენტირებული დარტყმებით ამავდროულად გაფრთხილება მიიღო მეტოქემ ქულათა ჯამი აუცილებლად ლაშას სასიკეთოდ გადმოიხრება თუმცა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას რომელსაც ძალიან მალე გამოაცხადებენ ბატონო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ აუცილებლად მე ჩვენი დროც იწურება მაგრამ აუცილებლად დაველოდებით ახლა რა თქმა უნდა ვერდიქტსაც ბევრი ადამიანი ხელავს აუდიტორიაში მაგრამ ჩემი გამარჯვება 100%-იანი მოპოვებული აქვს თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში თითქმის კი დარწმუნებული ვარ ამაში და ასეც არის გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი დარტყმა გაუტარა კიდე პლუს იმას მოაკლდა რამდენიმე საჯარი მოქულა ქონდა ნახეთ წარმოვიდგენია ახლა დარბაზში იმყოფება ლაშას პირადი მცველი ტარიო ბულაშვილი ჩვენი მცველი და ძალიან ემოციური ძალიან ისეთი საინტერესო ადამიანია ძალიან ღელავდეს იქნება ახლა ის და რა თქმა უნდა მაგრამ ისიც იგრძნობდა რომ ეს ლაშას უპირატესობით წარიმართა ის კი არა ერთი მხრივ კარგიც არის ახლა ძალიან კიდევ იძახი ცალკარა თამაში ნებისმიერ სპორტში არ არის ხო ის მოსაწონი და ახლა რაღაც ზონეზე რომ მეტოქეც ისეთი ყავს წინააღმდეგობის გამწევი ის უფრო კარგი საყურებელია და ახლა ამ შემთხვევაში ესეთი მეტოქე ვყავდა ჩვენმა ოლიმპიელმა კიდევ ერთხელ ძალიან დახვეწილი გემოვნებიანი სანახაობრივი რაც დრამატული ძალიან ისეთი რიტმული და აქტიური ბრძოლა შემოგთავაზა ყველა ის დეტალი რაც პროფესიონალურ რინგზე კრივს და მოკრივეს ჭირდება ლაშამ ძალიან მაღალი ხარისხით წარმოაჩინა და გვაჩვენა თავის შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამაში და რა ვიცი წარმატებები უსურვოთ ნამდვილად ბრძოლიდან ბრძოლამდე უფრო ახალი ენერგიით რესურსებით ამორთა ბრძოლაში ქულებით მოიგო ლაშა თავისთავად ეს ბუნებრივიც იყო ლოგიკურიც იყო ულოცავ ლაშას ულოცავ მის ოჯახს მის მწნელს ყველას აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს ძალიან რუსთავს და რა ვიცი მართლაც კარგი სანახაობა შოუ მივიღეთ შედგა რუსთავის სპორტის სასახლეში 15 მარტი შედგა როგორც სიმბოლური ისტორიული საინტერესო ყველა დარჩაკმაყოფილი რასთავარია კიდევ ერთხელ მადლობა რუსთავს მადლობა Silk Universals ნამდვილად მადლობა ყველას რომ მოგცეს ამის საშუალება მადლობა გულშემატკივარს მადლობა ამირან შენ რომ ასეთ საინტერესო პარტნიორობისთვის ლაშას უსურვოთ აი უამრავი წარმატება და მე დარწმუნებული ვარ ისეთი ესთეტიური სილამაზის მოკრივია რომ მართლაც შენაძენი იქნება პროფესიული კრივისთვის მთლიანად ლაშა და მის შეხვედრები გახდება ძალიან სანახავი რაც მის ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და ძალიან სიმბოლურია რომ ქალბატონი ნინო ქალაქის მერი აჯილდოვებს და ასევე ჩვენი ქალაქის პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი ძალიან ისეთი კარგი აკორდია და ესთეტიკური დასასრული ამ ნაწილისა. ამ მაჟორულ ნოტაზე დავამთავროთ ჩვენი რეპორტაჟი. კარგად ბრძანდებოდეთ, თამაზ გოგიბედაშვილი მომავალ შეხვედრამდე. პრიზ გადასცემს ქალაქის მერი ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. და აგრეთვე ქალაქის მერიიდან თქვენ გაქვთ საჩუქრები. This is for you, present, okay? From Georgia. Lasha Guruli. მივესალმები ჩემს მშობლიურ და საყვარელ ქალაქს. სიმართლე რომ გითხრათ, დღეს ბრძოლა მეტოქეთთან კი არა, საკუთარ თავთან უფრო მეტად გქონდა, რადგან თქვენს წინაშე ვიყავი. ჩემი საყვარელი ხალხის, ჩემი ქვეყნის წინაშე ვიყავი და თან დებიუტი. თავს რა თქმა უნდა არ ვიმართლებ, დღეს დავინახე კიდე ბევრი შეცდომები და
ვიცი როგორ უნდა გამოვასწოროთ. მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ჩვენი ქალაქის თვითმმართველობას, ჩემს მენეჯერს, ჩემს პრომოუშენს, საქართველოს კრივის ფედერაციას, პროფესიონალურ კრივის ფედერაციას, სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს. და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩემს გვერდშია. ეს იყო დებიუტი და დღეს ესე ვთქვათ, პროფესიონალურ კრივში მოვინათლე. ჩვენ გვაქვს დიდი გზა, დიდი გეგმები და მომავალში ბევრად ძლიერი და უფრო ნაკლები შეცდომი დავბრუნდები. მადლობა ყველას. მადლობას მოგახსენებთ McDonald's-ში Royal Cheeseburger-ის 3 ახალი